პროტესტი უკვე თქვენ როგორ ფიქრობთ აი რუსთაველის გამზირზე ჩავარდნილი არის? რა თქმა უნდა ჩავარდნილია და ეს პროტესტის პირდაპირ ვიტყვი რომ ეხლა არ მინდა გვარების და სახელების დასახელება ხო ყველამ აქ ქალაქია და ყველაზე ასე ვთქვათ ბევრი ინფორმაცია ვიცით რომ ეს პროცესი იყო მართული და ძალიან კარგად იმუშავა უსაფრთხოების სამსახურმა და ეს პროცესი ფინანსდებოდა ხო? ძალიან ბევრი ადამიანი არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო კონკრეტულ დაფინანსებაზე იყო და როდესაც დაფინანსებას ასე ვთქვათ არ მიცემდნენ შემდეგ იყო შფოთვები რომ რატომ არ გადიან აქციაზე და რატომ არ ლანძღავენ ხელისუფლებას ხო ეს ხო ძალიან კარგად ვიცით ოფისებში რომ ჩატარდა ჩხრეკვები ხო რა მოიღეს იქიდან პიროტექნიკა და 1000 უბედურება ეს ხო ამას ხო ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავდა ხო საიდან მოდიოდა ეს ყოველივე და თქვენ დააკვირდებით როდესაც ჩხრეკა ჩატარდა და როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზომები გაამკაცრა ხო პროცესი მილევად რეჟიმში გადაიზარდა და დღეს ის მასკარადი რაც ხდება თავარ გამზირზე ხო ეს არც პროტესტში რა საკვირველია მასკარადია ვის უპროტესტებენ რას უპროტესტებენ ვინმე დიალოგზე უარი უთხრა ვინმე კონსტრუქციულ დიალოგზე უარი უთხრა ვინმე პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე უარი უთხრა აი რას აპროტესტებენ ვინმე იცის და თუ აპროტესტებენ პირველი თავიანთი პატრონებს გაუპროტესტო ხო პატიმრები ხავთ ხო როგორც თვითონ უწოდებენ და ეს არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ხო ანუ აცდენილები არიან ყველაფერს ანუ ლოგიკასაც აცდენილები არიან და ძალიან კარგია თუ მიიღებენ მონაწილეობას რასაკვირველია იმიტომ რომ მაგათი სახე ერთხელ და საბუდამოდ კიდე ერთხელ გამოჩნდება და უფრო მეტად დააჩქარებს მაგათი პოლიტიკური ველიდან მოსროლას და მოსროლას სად არ მიჭირს ამ სიტყვის პოლიტიკურ სანაგვეზე იმიტომ რომ იმსახურებენ იმიტომ რომ დანაშაული აქვს ხალხის წინაშე ქვეყნის ყევაში ლომისულილი აქვს შეტანილი და აგრძელებენ ყოველდღიურად თუ შიგნით და თუ გარეთ და ამ ყველაფერთან გამკლავება უწევს ხელისუფლებას გამკლავება უწევს როგორც გარემტრებთან ისე შიდა მტრებთან რომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ნამდვილი და თან ნიღაბი ჩამოხსნას ამ ხალხს ხო და ძალიან რთულია რა უნდათ ეკონომიკის ჩამოშლა უნდათ მოწოდებები რა იყო ეკონომიკა ჩამოშლილი იყო და სამხედრო ოპერაციებში მიგვეყო მონაწილეობა აი ამას რომ გააჟღერეთ პოლიტიკოსი და გინდა შემდეგ რომ ხელისუფლებაში მოხვიდე შენ რომ ხელისუფლებაში მოხვიდე ხო ჩამრთავ იმ ომში ვინმე მიფიქრა ქართულ ხალხზე ვინმე მიფიქრა რომ ჩვენ ესკალაციაში რომ ჩავთულიყავით სად ვიქნებოდით ვიჯდებოდით ამ სტუდიაში ჩვენი მეგობრები ჩვენი თანამემამულენი სად იქნებოდნენ ვაფასებ მშვიდობ დიახ ვაფასებ მშვიდობას და მადლობას ვიხდი მშვიდობისათვის მადლობას ვიხდი იმისათვის რომ დემოკრატიულად ვითარდება ჩვენი სახელმწიფო და არანაირი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ შედის არ გადის უფრო სწორად